ჯვრის სახარება. საქართველოს ემანუელის ეკლესია. პასტორი ჩოი ეონ ჯო. იესო არის ქრისტე. მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მე ვარ სინათლე ქვეყნისა. მე ვარ წემსი კეთილი. ღმერთი სიყვარულია. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ჯვრის სახარება. წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად, სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი, ღვთის ძედ იესო ქრისტე, ჩვენი უფალი. რომაელთა მიმართ წერილის პირველი თავის მეორე-მეოთხე მუხლები. პირველი. ღმერთი შემოქმედია. ღმერთმა შექმნა ადამიანთა მოდგმა და აკურთხა იგი. დაბადება პირველი თავი, პირველი მუხლი. დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა. დაბადება პირველი თავის 27-28 მუხლები. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად. ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ. აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე. იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის. ქმნილებათა შორის მხოლოდ ადამიანია ღმერთის ხატად, სულიერ არსებად გამოსახული. ღმერთს ეამა და მან შეიყვარა ადამიანი. მეორე. ცოდვის შედეგი ადამიანის სიკვდილია. რომაელთა მიმართ წერილის მესამე თავის მეათე მუხლი. როგორც წერია, არავინ არის მართალი. რომაელთა მესამე თავის 23 მუხლი. ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. ღმერთი უდრის სიცოცხლეს, უდრის ზეცას. ღმერთისგან დაშორებულ ადამიანს პლუს ცოდვა არის სიკვდილი, ანუ ჯოჯოხეთი. ღმერთის მიმართ გამოჩენილი დაუმორჩილებლობის გამო ადამიანი გახდა ცოდვილი. დაბადების მეორე თავის მე-17 მუხლი. ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, სიკვდილით მოკვდები. დაბადება მესამე თავის მეოთხე-მეექვსე მუხლები. უთხრა გველმა ქალს: არ მოკვდებით, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა. ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ჯოჯოხეთი. ცოდვილ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის ხსნა ცოდვისა და სიკვდილისაგან, ანუ ჯოჯოხეთისგან. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანის ხსნა ცოდვისა და სიკვდილისაგან, ანუ ჯოჯოხეთისგან. მესამე. ღმერთის სიყვარული და იესო ქრისტე. ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე იესო ქრისტე დედამიწაზე, ვინაიდან შეგიყვარა შენ, ცოდვილი ადამიანი. იოანეს სახარება მესამე თავის მე-16 მუხლი.
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. საქმეების მეოთხე თავის მე-12 მუხლი. სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცისქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. რომაელთა მიმართ წერილის მეხუთე თავის მერვე მუხლი. ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტემ მოკვდა ჩვენთვის. დაბადების მესამე თავის მე-15 მუხლი. ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის, ის თავს გიჭიჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე. ესაია მე-7 თავის მე-14 მუხლი. ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს. აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს. მათეს სახარება პირველი თავის 21 მუხლი. გააჩენს ძეს და უწოდებს სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან. იესო მოკვდა ჯვარზე და დაღვარა სისხლი იმისათვის, რომ მოეტანა შენთვის ცოდვების პატიება და სიკვდილისგან, ჯოჯოხეთისგან თავისუფლება. იესო მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და ამ აღდგომით მარადიული სიცოცხლე, ზეცა მოგიტანა. იესო ამაღლდა ზეცად და დაბრუნდება როგორც მეფეთა მეფე, ამ ქვეყნიერების სამართლის უფალი. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე წუთისოფელს. იოანეს სახარება მე-16 თავი 33 მუხლი. მეოთხე. რა საქმეები აღასრულა ქრისტემ, როგორც ჩვენმა გამომწყვეტველმა? ვესტმინსტერის მოკლე კატეხიზმო. როგორც წინასწარმეტყველი, იესო ქრისტე გვიცხადებს ღმერთის ნებას, რათა მივიღოთ გადარჩენა მისი სიტყვისა და სულის მეშვეობით. იოანეს სახარება მე-20 თავი 31 მუხლი. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში. იოანეს სახარება მე-14 თავი მე-6 მუხლი. უთხრა მას იესო, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით. იოანეს სახარება მე-14 თავი 26 მუხლი. ხოლო ნუგეშის მცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მithქვამს. როგორც მღვდელმა იესო ქრისტემ ერთხელ გაიღო საკუთარი თავი მსხვერპლად ჩვენს გამო, რათა დაეკმაყოფილებინა უფლის ღვთაებრივი სამართლიანობა და შევერიგებინეთ მასთან, თუმცა ის დღესაც შუამდგომლობს ჩვენთვის. ებრაელთა მიმართ წერილი მე-10 თავი მე-12 მუხლი. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისთვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. პირველი იოანე მეორე თავი მეორე მუხლი. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი. რომაელთა მიმართ წერილი მერვე თავი პირველი მეორე მუხლები. ამიტომ ახლა არავით არის მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად, რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. როგორც მეფეს,
იესოს შევყავართ მის ძალაუფლებაში, გვიცავს და წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ის ბოჭავს და განაიარაღებს ყველა ჩვენსა და მის მტერს. იოანეს სახარება, მე-17 თავი, მეორე მუხლი. ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. კოლასელთა მიმართ წერილი, პირველი თავი, მე-13 მუხლი. რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში. მათეს სახარება, მე-12 თავი, 22 მუხლი. მაგრამ თუმე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო. მათეს სახარება, 22 თავი, მე-18, მე-20 მუხლები. მოვიდა მათთან იესო და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე, წუთისოფლის აღსასრულამდე. მე-5. ლოცვა იესო ქრისტეს მისაღებად. რომაელთა მიმართ წერილი, მე-10 თავი, მე-13 მუხლი. რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება. რომაელთა მიმართ წერილი, მე-10 თავი, მე-9, მე-10 მუხლები. იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. გამოცხადება, მე-3 თავი, მე-20 მუხლი. აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან. ახლა საჭიროა, რომ ეს ლოცვა შენი ბაგით აღიარო, რათა გადარჩენა მიიღო. ილოცე გულწრფელად, რათა იესო ქრისტე შენს გულში შემოვიდეს. სიყვარულის ღმერთო, მე ცოდვილი ვარ. შევცოდე სიტყვითა თუ საქმით, ამიტომ სიკვდილს ვიმსახურებ. თუმცა მე მწამს, რომ იესო მოკვდა ჯვარზე და დაღვარა სისხლი იმისათვის, რომ გადაეხადა საფასური ჩემი ცოდვების გამო. ის მკვდრეთით აღდგა და ამ აღდგომით მიხსნა ცოდვისა და სიკვდილისაგან. იესო, შემოდი ჩემს გულში და გახდი ჩემი ცხოვრების მხსნელი და უფალი. ვლოცულობ ჩემი მხსნელისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით. ამინ. მე-6. ისინი, ვინც იესო ქრისტე მიიღო, კურთხევებით ხარობენ. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. იოანეს სახარება, მე-10 თავი, მე-10 მუხლი. ყველა შენი ცოდვა ნაპატიებია, წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ყველა შენი ცოდვა ნაპატიებია იესო ქრისტეს სისხლის ძალით. ყველა, ვინც აღიარებს და მოინანიებს ცოდვებს, ნაპატიები იქნება. რომაელთა მე-3 თავის 24 მუხლი და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით. პირველი იოანე, პირველი თავის მე-9 მუხლი. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენს ყოველგვარი უმართლობისგან. ახლა შენ ღმერთის შვილი ხარ. იესო არის შენი ცხოვრების მხსნელი და უფალი, ამ მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე. იოანეს სახარება, პირველი თავი, მე-12 მუხლი. მაგრამ ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. პირველი კორინთელთა წერილი, მე-3 თავი, მე-16 მუხლი. განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში.
რომაელთა მიმართ წერილი, მერვე თავი, მე-16 მუხლი. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ახლა შენ მიიღე ზეცა, ანუ მარადიული სიცოცხლე, როგორც საჩუქარი. შენი სახელი ჩაწერილია ზეციური სამეფოს სიცოცხლის წიგნში. ფილიპელთა მიმართ წერილი, მე-3 თავის მე-20 მუხლი. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს. ლუკას სახარება, მე-10 თავი, მე-20 მუხლი. თუმცა ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი. გამოცხადება 21 თავი 27 მუხლი. ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური. ვერავინ ცრუდა სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი. იესო მარადიულად შენში ცხოვრობს და ამიერიდან უხვი იქნება შენი სიცოცხლე მასში. ის სიამოვნებ მის მიერ ბოძებული ზეციური კურთხევებით. ემანუელის კურთხევა, ღმერთი არის ჩვენთან. იოანეს სახარება, მე-15 თავი, მე-5 მუხლი. მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. პირველი იოანე, მე-4 თავი, მე-7, მე-8 მუხლები. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. რადგან სიყვარული ღვთისგანაა, ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს, ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. სულიწმიდით კურთხევა. გალატელთა მიმართ წერილი, მე-5 თავი, 22-23 მუხლები. ხოლო სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება. ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. პირველი თესალონიკელთა მე-5 თავი, მე-16, მე-18 მუხლები. იხარეთ მუდამ, ილოცეთ განუწყვეტლივ. მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში. ნაპასუხები ლოცვებით კურთხევა. იოანეს სახარება, მე-14 თავის, მე-13, მე-14 მუხლები. რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ. ებრაელთა მიმართ წერილი, პირველი თავი, მე-14 მუხლი. განაყველანი მომსახურესულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს. მახარებლობის კურთხევა. პირველი პეტრეს, პირველი თავი, მე-9 მუხლი. რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს, სულის ხსნას. რომაელთა მიმართ წერილი, მე-10 თავი, მე-14, მე-15 მუხლები. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია, რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი. საქმეების პირველი თავი, მე-8 მუხლი. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმინდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე. თაყვანისცემის კურთხევა. იოანეს სახარება, მე-4 თავი, 24 მუხლი. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. ებრაელთა მიმართ წერილი, მე-13 თავი, მე-8 მუხლი. იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა. გამოცხადება, პირველი თავი, მე-8 მუხლი. მე ვარ ანი და ჰაე,
ამბობს უფალი ღმერთი, ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლის მყრობელი. უფლის ლოცვა არის ლოცვა, რომელიც იესო მასწავლა მის მოწაფეებს, როდესაც ჰკითხეს თუ როგორ ელოცათ. მათეს სახარება მე-6 თავი, მე-9-13 მუხლები. ვესტმინსტერის მოკლე კატეხიზმო დამადასტურებელი ტექსტებით. პირველი. რა არის ადამიანის ბოლო? ადამიანის ბოლო არის ღმერთის განდიდება და მარადიულად მასში სიხარული. უფლის ლოცვა. მამაო ჩვენო, რომელიც ხართ სათავშინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა სათავშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევე თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება, საუკუნეთა მიმართ. ამინ.